თუ თქვენში დაამუშავეთ რაღაც მანკიერება, მაგალითად სიძუნწე, ან სიამაყე, ან მის რომელიმე გრადაცია, ან კიდევ რამე, თუ დაამუშავეთ თქვენში, მაშინ სივრცეში თქვენ შეგხვდებათ ადამიანები, რომლებსაც ესთვისება აქვს. თქვენ დაინახავთ მათში იმას, რაც თქვენ დაამუშავეთ თქვენს თავში. ეს არის ნიშანი იმის, რომ თითქოს თქვენს თავს უყურებთ წარსულში. იმ ადამიანიდან უყურებთ და ხვდებით, რომ მეც ესეთი ვიყავი. თითქოს მოგვიანებით ხდება ეს ყველაფერი, ანუ თქვენში ისევ მიმდინარეობს ტრანსფორმაცია და ის, რაც ტრანსფორმინგდა, იმას ხედავ სხვაში. იგივეა როგორც მაგალითად ოცნებები. ისინი ხომ ჯერ ჩვენში იბადებიან და მერე გარეთ გამოდიან. დაახლოებით ასე. თუ გაღვიძებისკენ მიდიხართ, თქვენში უნდა შემცირდეს ნიშნულობა. ნიშნულობის მნიშვნელობა, შიშების მნიშვნელობა, ცვლილებების მნიშვნელობა, სიტუაციის მნიშვნელობა. თუ რაღაც არ გამოდის, ან ვიღაცასთან იჩხუბეთ, ვიღაცამ რაღაც ისე არ გააკეთა. დრამატიზირებაზე არცაა საუბარი, მნიშვნელობაც უნდა შემცირდეს. ანუ მიიღოთ ყველაფერი ისე როგორც არის, მაგალითად ვიღაც გშორდება თქვენ. ოკეი, კარგი. ან რაღაც გაგიტყდათ, ვაზა, ჭიქა. ოკეი, ესე იგი ასეა საჭირო. გონი არსი გასაგებია, რასაც ვამბობ. ანუ ისე ძლიერ არ განვიცდით, არ ვნერვიულობთ, როგორც ადრე. ვენდობით სამყაროს. ფიზიკურ რეალობაში ადამიანის საქციელებს მიმღებლობით შევხვდებით. იმ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ, ის ემოცია არ გვექნება, რაც ადრე ქონდა ცხოვრების ყველა სფეროში. და რჩებით სასიამოვნო სიმშვიდის მდგომარეობაში. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან დიდი შანსია, რომ მოვიდეს გამოღვიძება. მოდის თვითდაჯერება. როცა ამცირებთ რაღაცის მნიშვნელობას, ამ ადგილას მოდის თვითდაჯერება. ადრე თუ აბუქებდით სიტუაციას, შეიძლება არც ყოფილიყო კატასტროფული და მაინც გლობალურად აქცევდით, გრძნობებს რთავდით, თქვენი სამყაროს ცენტრი ხდებოდა ეს სიტუაცია. აქ ვერ ვისაუბრებთ თვითდაჯერებაზე, პირიქით, აქ ადგილი ექნებოდა თავდაუჯერებობას და როცა მნიშვნელობა შემცირებულია, თავდაჯერება იზრდება და შეგიძლია იარო შენი გზით. ამ მომენტში შენი სული კარნახობს, რა უნდა აკეთო და შეიძლება იყოს ისე, რომ სივრცეში ყველაფერი თითქოს თქვენთვის ხდება. გზნობები იმეგობრებენ თქვენთან, ტვინიც კი მორჩილებას იწყებს. უბრალოდ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენს თავში, რომ ეს პროცესი დატრიალდეს. თქვენი ნების გარეშე არაფერი არ ხდება. და კიდევ, როცა თქვენ დაინახავთ ადამიანში იმას, რაც თქვენ თავში უკვე დამუშავებული გაქვთ, განიკითხავთ მას. მადლობა მოუხადეთ სამყაროს, რომ თქვენ ეს უკვე გაიარეთ, რომ შეიცვალეთ უკეთესობისკენ. ყველას თავისი გზა აქვს და ყველას თავისი სამუშაო და ასე ვთქვათ მისია და ყველა არ არის იმისთვის მოსული, რომ ახლა გაიღვიძოს. ის ადამიანიც გაივლის თუ მოისურვებს. ისევ და ისევ ყველაფერი ჩვენი ნებაა.